მოგესალმებით ეთერშია დღის ნიუსრუმი, მე ვარ ლელა ბაღდავაძე. ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეები, როგორც ქართული ოცნების მორიგი სამიზნე ჯგუფი, რატომ სურს მართლ ძალას გაუქმოს მექანიზმი, რითაც უცხოეთში მყოფი პირები საქართველოსთან ბმას ინარჩუნებენ. ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეებისთვის ხმის უფლების ჩამორთმების გაწყვეტილება ჩვენი საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, ისე როგორც შევფასებთ ოცნების სხვა ახალ ინიციატივებსაც. გიორგი შარაშიძე და ვახუშტი მენაბდე იქნებიან დღეს ჩვენი სტუმრები და დავიწყებთ ზუსტად 1 წუთში, იქამდე კითხვალი გადავალოთ ბოლოს სიახლეებს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 146 შეკვრად დაფასოებული 35 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ამოიღეს, რომლის საერთო ღირებულება ეგრეთ წოდებულ შალ ბაზარზე დაახლოებით 3 მილიონ ლარს შეადგენს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძერა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეა დაკავებული. დაკავებულია ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარი ძებნილი ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე. ირკვევა, რომ დაკავებული პირი პირადი მატერიალური სარგებლის მოპოვების მოტივით ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეწეოდა უკანონო აზარტულ საქმიანობას. აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის რესპუბლიკაში მსგავსი საქმიანობა კანონით აკრძალულია და ლიცენზირებას არ ექვემდებარება. ასევე მან ონლაინ აზარტულ თამაშებში მონაწილე პირების მიერ მის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ჩარისხული დიდი რაოდენობის თანხა უკანონოდ მიითვისა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ნანჯინის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიულ ინსტიტუტს ეწვია, სადაც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სწავლების თანამედროვე მიდგომებს გაეცნო. გივი მიქანაძე ინსტიტუტის პრეზიდენტს და კანცლერს შეხვდა და მათთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა. მაშას ეს არის დღის ნიუსრუმი, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, პარტია გახარია საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი დეპუტატი გიორგი შარაშიძეა ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ გიორგი და მადლობა რომ გვესტუმრეთ. ბატონ გიორგი, მთელი რიგი გადაწყვეტილებები გამოაცხადა გუშინ მთავრობასთან შეთანხმებით საპარლამენტო უმრავლესობამ და დავიწყოთ სწორედ ამ ინიციატივების შეფასებით, მათ შორის ქართული ოცნება თავიდან წერს საარჩევნო კოდექს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, კოდექსი სრულად გადამუშავდება. ერთ-ერთი მთავარი ცვლილება კი იქნება ის, რომ უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს არჩევნებში ხმის მიცემა საზღვარგარეთ აღარ შეეძლებათ. კრიტიკულია ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, ექსპერტთა წრე, აბსოლუტური უმრავლესობის მხრიდან ვისმენთ შეფასებებს, რომ ეს არის უმძიმესი ინიციატივა, რომელიც კლავს არჩევნებს და კლავს დემოკრატიას და რომ ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა იზოლაციისკენ. რა არის თქვენი სათქმელი, რატომ აუქმებს თქვენი შეფასებით ხელისუფლება მართლაც იმ უკანასკნელ მექანიზმს, რომელიც ესე თქვათ არსებობს ქართულ სახელმწიფოსა და ემიგრაციაში მყოფ პირებს შორის. ლელა, მოგესალმებით, მესალმებით ალიტრის მაყურებელს და რადიოსმენელს. ჩვენ გუშინ გვქონდა ბრიფინგი პარლამენტში, მას შემდეგ რაც პაპუაშვილმა გააკეთა ეს ნამდვილად არაკონსტიტუციური და არადემოკრატიული, ასე ვთქვათ, განცხადების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ნუ ახლა პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის დემოკრატიული მმართველობის ფორმის ფაქტობრივი შეზღუდვა და აკრძალვაც კი შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ ემიგრანტები ეს არიან ადამიანები, რომელსაც ვერ წუდება უბრალოდ ოცნების ვერც ზალადობა, ვერც დაშინება, ვერც მოსყიდვა. ანუ ყველა ის მეთოდი, რა მეთოდსაც ოცნება ჭყალებში წარმატებით საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მიმართავს საქართველოში და საქართველოს ტერიტორიაზე. ამ მეთოდებს ის ვერ მიმართავს ემიგრაციაში მყოფი ადამიანების, ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ. მათ შორის ვერ ასე ვთქვათ, ავრცელებს საკუთარ პროპაგანდას იმ დოზით, რა დოზითაც ის ახერხებს ამას საქართველოში და სხვათა შორის ეს პროპაგანდა ამ სახელით რა თქმა უნდა არ მოხსენებიათ, მაგრამ ინფორმირებულობა საჯაროთაც კი ასე ვთქვათ, ახსნეს როგორც ერთ-ერთი გადაწყვეტილების ერთ-ერთი საბაბი, ხო? ანუ ეს პირდაპირ მეანიშნებს იმაზე, რომ თუ ჩვენ აქამდე საუბრობდით, რომ ოცნება იზოლაციაში აქცევს ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო თანამეგობრობისგან, ეხლა გვაქვს ვითარება, როდესაც ოცნება იზოლაციაში აქცევს საქართველოს უკვე საკუთარი მოქალაქეებისგან. და კიდევ ვიმეორებ, ანუ აი სეგმენტი რა სეგმენტზეც ვერ ახდენს ეს საკუთარი კონტროლის გავრცელებას, უკვე ნაცვლად იმისა, ლელა, რომ ეს ადამიანები არ ვიცი დააფასოს ხელი შეუწყოს, იმიტომ რომ ჩვენ არ დაგვაუწყდეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. ემიგრანტები არიან ადამიანები, რომლებიც იძულებით არიან, მათი უმრავლესობა იძულებით არის ამ ქვეყნიდან გაქცეული პირდაპირ ვთქვათ საკუთარი ოჯახების
გადარჩენის გამო. და ამაზე პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა ხოლმე ოცნებას ეკისრება. ანუ ერთის მხრივ ოცნება საკუთარი ქმედებების გამო აიძულებს უფრო და უფრო მეტ მოქალაქეს და რა თქმა უნდა თქვენს იცით რომ ბზარდია რაოდენობა ადამიანების ვინც ტოვებენ ქვეყანას და განსაკუთრებით ბოლო წლებში გაიზარდა ეს რაოდენობა, შემდეგ ეს ადამიანები ინახავენ ნახევარ საქართველოს ველა 10 მილიარდი ლარი კონკრეტული ციფრი რომ იცოდეთ 10 მილიარდ დაახლოებით ლარი არის გადმორიცხული ემიგრანტებისგან ჯამურად 2024 წელს გასულ წელს და ეს არის ჩვენი ბიუჯეტის 40%. ბატონ გიორგი, ქართული ოცნების არგუმენტებსაც მინდა შევხედოთ, რას ამბობენ ისინი, რითი ხსნიან, ასე ვთქვათ, მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და თავად სახელმწიფო პარტიის განცხადებით აღნიშნული გადაწყვეტილება ემყარება კონსტიტუციით სახელმწიფოსთვის დადგენილ ვალდებულებას უზრუნველყოს ნების თავისუფალი გამოვლენა და ამბობს, რომ არჩევნები მსოფლიო მასშტაბით ხდება უფრო მოწყვლადი გარეჩარევის მიმართ და რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმაც აჩვენა, რამდენად ღია და უხეში შეიძლება იყოს სამორჩეველზე საინფორმაციო და პოლიტიკური ზეწოლა უცხოეთიდან. აი ქართული ოცნების ეს არგუმენტი რამდენად შეიძლება იყოს საფუძვლიანი. აი თქვენი და თქვენი პარტიის დაკვირვებით რამდენად მაღალია მართლაც არარეზიდენტ მოქალაქეებზე გარედან ზემოქმედების, ასე ვთქვათ, რისკები. გარედან ზემოქმედება ხოლმე ეს ოცნების თავიდანვე პროპაგანდისტული ხაზია, ხო? ანუ რეალურად მთელი კამპანია ოცნებას აქვს აგებული იმაზე, აი ამ ეგრეთ წოდებულ გარე ძალებზე, deep state-ზე და ასე შემდეგ. ახლა როგორ შეიძლება ერთის მხრივ კონსტიტუციურობაზე საუბრობდეს და დემოკრატიულობაზე საუბრობდეს და მეორეს მხრივ აი ამ ხელა სეგმენტს, ხო, მილიონზე მეტი ადამიანია საზღვარგარეთ გასული. ხა გასაგებია რომ მათი დიდი ნაწილი აქამდეც ვერ ახერხებდა არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ამას ვერ ახერხებდა, იმიტომ რომ საზღვარგარეთაც ბევრი დაბრკოლება იყო აქამდე, ხო? ახლა გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებში თუ არ ვცდები 35,000-40,000 ადამიანამდე შეძლო ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამაც თქვა ემატო ხიაშვილის ეთერში, რომ სტატისტიკურად დაახლოებით 40,000-ის ფარგლებში მერყეობს უცხოეთიდან ამომრჩევლების ხმები, რაც მისივე შეფასებით არაფერს უწყვეტს ქართულ ოცნებას და პირიქით შეიძლება ამ გადაწყვეტილებამ ბევრად უფრო ავნოს. მაშინ რაშია ლოგიკა? ეს კითხვაც ჩდება, თუ ემიგრანტების ხმები არ არის გადამწყვეტი ქართული ოცნებისთვის, მაშინ რატომ რიყავს, ასე ვთქვათ, უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს და უკრძალავს ჩართულნი იყვნენ ქვეყნის ცხოვრებაში. ასეც ვერ ვიტყოდით, რომ არ უწყვეტავს, იმიტომ რომ ჯერ ეგერთი უნდა ვთქვათ ის, რომ არავინ არ იცის კონკრეტულ ვითარებაში, როდესაც დაინიშნება არჩევნები, რამდენად აქტიური იქნება ემიგრაცია. ახლა ეს გასული, ასე ვთქვათ, წლის სტატისტიკის მოყვანა არ ნიშნავს იმას, რომ ეს მუდმივად ასე იქნება. ახლა ჩვენ მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასე ვთქვათ, საქართველოში არჩევნებში მონაწილეობას ღებულობს ძალიან უხეშად რო ვთქვათ, ნახევარი, ხო? ანუ ამორჩევლების ნახევარი. ანუ მაშინ რატო არ შეიძლება რომ ემიგრანტების ნახევარმა ასევე მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, თუ მათ ექნებათ ამის საშუალება. ანუ აქ საშუალების აგრძალვაზე ჩვენ მე გაგახსენებთ რომ იმაზეც კი ვსაუბრობდით გასულ წელს საპარლამენტო არჩევნების წინ ინიციატივაც კი ჰქონდა ჩვენს გუნდს რომ ელექტრონული ხმის მიცემის საშუალება აგვემუშავებინა როგორც მინიმუმ მხოლოდ ემიგრანტებისთვის. და ნუ ახლა ეს ამ შემთხვევაში უკვე მილიონზე მეტ ამორჩეველზეა საუბარი. და კიდევ ვიმეორებ, ანუ იგივე სტატისტიკაც რომ შენარჩუნდეს და ამ ამორჩეველთა ნახევარმაც რომ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ეს უკვე 750-800,000 ამორჩეველია, წარმოიდგინეთ და ამ დროს თბილისში გვყავს ეგრეთ წოდებული მერი, რომელიც რაღაც 200,000 ხმით არის არჩეული, ხო? ანუ საკმაოდ დიდი ციფრია. ანუ ეს ერთის მხრივ ვერ დაგეთახმებით, რომ ციფრებშიც არ არის პრობლემა, თუმცა ესე ჩანს, მაგრამ მეორეს მხრივ ეს პოლიტიკაა. ანუ აი ეს არის პირდაპირ იზოლაციონიზმისგან გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯები, რაც გითხარით, რომ ერთის მხრივ საერთაშორისო თანამეგობრობისგან აქცევს იზოლაციაში ოცნება საქართველოს და მეორეს მხრივ უკვე საკუთარი მოქალაქეებისგან, იმიტომ რომ ეს ჩვენი მოქალაქეების ნაწილი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, ნუ ახლა ამ ობიექტური რეალობიდან გამომდინარე და სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე, რომ მათ აღარ დაედგომებათ ჩვენს ქვეყანაში, ამ საერთაშორისო, ასე ვთქვათ, სივრცის ნაწილი არიან თითოეული მათგანი, ხო? და რა თქმა უნდა, როდესაც იქ ვერ წვდება ოცნების ვერც პროპაგანდა იმ დოზით, რა დოზითაც საქართველოში, ვერც მათი მეთოდები დაშინების, მოსყიდვის და ასე შემდეგ და იქ არ ყავთ მათის კოორდინატორები და ეგრეთ წოდებული იქ ოფისები რო ქონდათ გახსნილი კაპიტნებს რო ეძახდნენ და ასე შემდეგ, ხო? და აი ამ კაპიტნებით რო ვერ მართავენ და ვერ წვდებიან, ახლა რა თქმა უნდა არაფერი არ ჭირდება. ანუ პირიქით ისინი უფრო ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ, ვიდრე აქ საქართველოში. აბსოლუტურად გეთახმებით, ისინი
დღეებად ინფორმირებულ გადაწყვეტილებას ღებულობ, მაგრამ აქ ნახეთ რა არის, აქ არის სუბიექტურობა, მხოლოდ ოცნებას მაშინ როგორ გითხრათ, ანუ მათი გავრცელებული დეზინფორმაცია სიმართლეა და ასე ვთქვათ, იქ დაუშვათ თუ ადამიანი რაღაცა სხვა წყაროებიდან ღებულობს ინფორმაციას, მაშინ ის მოტყუებულია მათ რომ დაუჯეროთ. რა თქმა უნდა, ეს სულელია. ეს არის რომ შევაჯამოთ სრულიად ანტიკონსტიტუციური, არადემოკრატიული გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ ვიმეორებ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი მოქალაქეების იმ მნიშვნელოვან სეგმენტს, რომლის წინაშეც ვალი გვაქვს თითოეულ ქართველს, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობთ, იმიტომ რომ ეს ადამიანები ინახავენ ნახევარ საქართველოს, ნაცვლად იმისა, რომ იზრუნო მათი მონაწილეობის გაძლიერებაზე და პირიქით კიდევ უფრო ახალი და უფრო ეფექტური და კომფორტული ინსტრუმენტები შეუქმნა, რომ ის ყველაზე მთავარი, რაც მათ გააჩნიათ საკუთარი ხმა ასე ვთქვათ, დააფიქსირონ, ამის ნაცვლად პირიქით ისეთ შეზღუდვას აწეს, აი ვამთავრებ ლელა, რომ აი მათ რომ დაუჯერო, უბრალოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ვერც ბათუმის, ვერც ქუთაისის, აი ის რომ დადგეს ის აბსურდი, რაზეც ყობახიძე გუშინ საუბრობდა, რომ ყველა თურმე შეუძლია ერთი დღით საქართველოს ჩამოვიდეს, უბრალოდ ლოჯისტიკურად შეუძლებელია ამდენი მგზავრის მომსახურება. ბატონო გიორგიევა, ჯამში აი ემიგრანტებთან დაკავშირებულმა გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაამყარა მოლოდინი იმის თაობაზე, რომ ქართული ოცნება შესაძლოა ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისთვის ემზადებოდეს და სხვა შორის არ დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ამ კონტექსტში ფასდება იგივე სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნაც, რასთან დაკავშირებული სარჩელიც უკვე საკონსტიტუციო სასამართლოში. აი მართლაც ყველაფერი მიანიშნებს თუ არა იმაზე, რომ 2026 წელს შესაძლოა იყოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და თუ კი გგონიათ, რომ ეს ასე იქნება, მაშინ კიდევ ერთ კითხვას დაგისვავთ აქვე პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, ანუ ასე ვთქვათ, მოსუფთავებულ ველზე შევა თუ არა გიორგი გახარიას პარტია ასეთ არჩევნებში. ცოტა როგორ გითხრათ, ანუ თითქოს მართლაც ყველაფერი მიანიშნებს, რომ შეიძლება ოცნება ემზადებოდეს ახალი არჩევნებისთვის, აი ესე შეხედო, მაგრამ ასევე სამართლიანი იქნება და ობიექტური იქნება ის ვარაუდი, რომ სრულიად საპირისპიროსთან გვაქვს საქმე და არაპირებს ის არჩევნების დანიშვნას. ამიტომ ამის თქმა ჯერჯერობით ძალიან რთულია. ერთ-ერთი რაც შეგვიძლია თანამდვილებით ვთქვათ, რომ ოცნება დღეს ასუფთავებს ველს. რა თქმა უნდა, ყველა საკანონმდებლო ინიციატივა ემსახურება იმას, ეს 2026-ში იქნება თუ 2028-ში იქნება, რომ ნებისმიერი შემდგომი არჩევნები იყოს მათთვის მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, კომფორტულ გარემოში და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ძალაუფლება კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ, გაიხანგრძლივონ და შეინარჩუნონ. ხა რაც შეეხება პარტიების აკრძალვას, თქვენ იცით ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, ჩვენ არ მიგვაჩნია ეს ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობასთან რეალურ ბრძოლად ამას არ ვაფასებთ და მიგვაჩნია რომ ეს არის რაღაცა ოცნების მიერ დადგმული მორიგი სპექტაკლი, რომელიც მივიდეს ეს საქმე ბოლომდე და ასე ვთქვათ სამართლებრივად აკრძალონ ნაციონალური მოძრაობა. ნაციონალური მოძრაობა როგორც ფაქტორი, შიშის ფაქტორი, რაც აქამდე არაერთხელ გამოუყენებია ოცნებას, ყოველთვის იქნება დღის წესრიგში და ამას თავად ოცნება უზრუნველყოფს. იმიტომ რომ ოცნება რითიც იგებს არჩევნებს, ეს არის რადიკალიზაცია დაპირისპირება. და მას სჭირდება ისეთი რადიკალური, ასე ვთქვათ, მოწინააღმდეგე, როგორც არის ნაციონალური მოძრაობა, ასე რომ არაფერი შეაწყობს ოცნებას ნაციონალური მოძრაობის გაქრობა. დაუშვათ სცენარი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო აკმაყოფილებს ქართულ ოცნების არჩევნებს, ხდება სხვა პარტიებს რომ თავი დავანებოთ მინიმუმ ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა და ამავე დროს ქართული ოცნება ნიშნავს 2026-ში ახალ საპარლამენტო არჩევნებს. აი პატარა პარტიებს უკვე აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია, რას იზამენ ამ შემთხვევაში და მათი პასუხია, რომ ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის ფონზე, თუ კი ეს მოხდება, ისინი არ შევლენ საპარლამენტო არჩევნებში, ისე როგორც სხვა შორის ცალკეული ანალიტიკოსიც მიიჩნევს, რომ პოლიტიკურადაც და მორალურადაც სწორედ ახალი არჩევნების ბოიკოტი იქნება სწორი გადაწყვეტილება, თუ ვინმე მოსუფთავებულ ველზე შევა არჩევნებში გაუჭირდება დასაბუთება, რომ არ არის ივანიშვილის პროექტო, ეს არის მაგალითად ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას პოზიცია. აი დღევანდელი გადმოსახედიდან და თუ კი ამ სცენარს დაუშვებთ, თქვენი აზრით რა ნაბიჯი იქნება პოლიტიკურად და მორალურად სწორი? ერთი რამ შემიძლია გითხრათ ლელა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ამ ქვეყანაში არჩევნების იდეა არის გადასარჩენი.
ანუ მაინც შეხვალთ, ისე როგორც ეს იყო თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ჯერ პოლიტიკური სიტუაცია უნდა გვესმოდეს კარგად და ის პოლიტიკური კონტექსტი უნდა გვესმოდეს, რაც იქნება ამა თუ იმ ასე ვთქვათ პერიოდში, რაზეც თქვენ საუბრობთ, მაგრამ ზოგადად გეუბნებით, რომ რა თქმა უნდა არჩევნების გარეშე ჩვენ ქვეყანას დემოკრატიული განვითარების მომავალი უბრალოდ არ აქვს. და ამიტომ ჯობს პოლიტიკური სპექტრი გადაეწყოს, ასე ვთქვათ, იმ ვითარებაზე, როდესაც თუნდაც ასეთ რთულ პირობებში უპირისპირდება ოცნების რეჟიმს. და ნუ ჩვენ ხო აქამდე გვითხოვს არაერთხელ, რომ ოცნებას დღეს ყავს იმაზე მეტი მხარდამჭერი, ვიდრე იმსახურებს. და ამიტომ თავარი ბრძოლის ხაზი ახლა უნდა გადიოდეს იმაზე, იმ პროპაგანდის წინააღმდეგ, რა პროპაგანდის წყალობითაც ოცნებას ყავს იმაზე მეტი ამორჩეველი და მხარდამჭერი, ვიდრე იმსახურებს. ერთადერთი რითიც ჩვენ შეგვიძლია ოცნების ხელისუფლების, ასე ვთქვათ, შერყევა და მათი ოპოზიციაში გადაყვანა, ეს არის მათივე ელექტორატის დასუსტება. და ის რაც დღეს ხდება ქვეყანაში, ეს არ ემსახურება მათი ელექტორატის დასუსტებას, ეს პირიქით აძლიერებს მათ ელექტორატს. რაც მოხდა ბოიკოტის შედეგად, საპარლამენტო მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტის შედეგად, რაც მოხდა 4 ოქტომბერს. და გასაგებია, რომ ბევრს აღარ უნდა ამ 4 ოქტომბერზე საუბარი, მაგრამ ამ ყველაფერმა პირიქით გააძლიერა ოცნებას. აი, ეს კანონებიც კი, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ, ყველა ის ანტიდემოკრატიული, ანტიკონსტიტუციური კანონები, ეს ყველაფერი ფაქტობრივად 4 ოქტომბრის შემდეგ აენთო მწვანე შუქი ოცნებას ამ ყველაფრისგან, იმიტომ რომ ის თავს თulis აბსოლუტურად ერთი წელია ქართული ოცნება გავს ნაბიჯებს, რომელიც რეპრესიულად ფასდება. კი ბატონო, მე ხო იმას არ ვამბობ, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ გახდა ავტოკრატიული, ხო? ოცნება რა თქმა უნდა 4 ოქტომბრამდე ავტოკრატიული იყო. მაგრამ მას შემდეგ რაც მას საზოგადოებას დაანახა, მისი ცუდი მმართველობის გაცილებით უარესი ალტერნატივა. ანუ რაღაცა გარკვეული ტიპის ლეგიტიმაცია შეიძინა ამით. და ამით ასე ვთქვათ, ახდენს იქით, რომ როგორიც არ უნდა იყოს გადამდელი არჩევნები თუ კი ის დაინიშნება, შესვლას ჯობს ამ არჩევნებში არ შესვლა. თქვენ იცით, რომ ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა არის ზოგადად არჩევნების გზით ხელისუფლების სრულების პოლიტიკა. და რა თქმა უნდა, ახლა ეს ჩვენთვის მთავარი პოლიტიკური ხაზია და ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად არ შევცვლით. თავარი არის ის, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისთვის, რომ იგივე კიდევ ვიმეორებ, ეხა პოლიტიკური კონკურენცია იყოს მაქსიმალურად მაღალი. ეხა ჩვენი მოსაზრებები გვაქვს ნაციონალურ მოძრაობაზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ აკრძალვას მივესალმებით. პარტია თუ გინდა დაამარცხო, პირველ რიგში არჩევნების გზით და კონკურენციის გზით უნდა დაამარცხო და ანუ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გამოუტანონ მას განაჩენი და არა მიკერძოებულმა სასამართლო. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, აი თქვენ რო თქვით, რომ ეს რომც დავუშვათ, რომ ეს ბოლომდე მივიდეს, ნაციონალური მოძრაობის სამართლებრივად აკრძალვა არ ნიშნავს იმას, რომ ოცნება მათ არ მისცემს საშუალებას, ამა თუ იმ ფორმით ეს იქნება მემკვიდრე პარტია თუ სხვა, რომ ნაციონალური მოძრაობა, როგორც ასე ვთქვათ, რადიკალური ძალა ყოველთვის იყოს დღესასრიგში. ამას თავად ოცნება შეუწყობს. თქვენ ამ პროცესს მე გაგახსენებთ ჩალო პაპუაშვილის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ მაშინვე მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტულ პერსონებთან დაკავშირებით, როგორც კი დაინახავენ, რომ პერსონების სიასაც ველოდით. პარტიების წარმომადგენლები აგრძელებენ პოლიტიკურ საქმეს. აქ საკმაოდ მეტი ბუნდოვანება დატოვა პაპუაშვილმა, ვიდრე იყო მოსალოდნელი. ამიტომ ჩემ მეჭს ესეც ამყარებს, იმიტომ რომ გაცილებით დიდია ბუნდოვანება დატოვებული მათ შორის მემკვიდრე პარტიებთან დაკავშირებით, ვიდრე იყო ამაზე საუბარი. იმაზე ადრე, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას ისინი გამოაცხადებდნენ. ასე რომ დაველოდოთ, ნახოთ, კიდევ მეორე, ჩემი პროგნოზია, რომ ნაციონალური მოძრაობა, როგორც ფაქტორი, ყოველთვის იქნება. ეს რა სახელით იქნება? ნაციონალური მოძრაობის სახელით თუ ახალი ნაციონალური მოძრაობის სახელით თუ ნებისმიერი სხვა სახელით, ოცნება თავად იმუშავებს იმაზე, რომ ეს ფაქტორი იყოს პოლიტიკურ დღესასრიგში, რადგან სხვანაირად, ეხა ისინი რას ამბობენ ერთია ლელა და ეხა გუშინაც იყო კობახიძის ინტერვიუ და აქ ამბობდა, რომ მე ჩვენ უნდა ერთხელ და სამუდამოდ ეს მოჯადოებული წრე უნდა გავარღვიოთ და ასე ამას ჩვენ ვამბობთ, რომ ეს მოჯადოებული წრე არის გასარღვევი და რასაც რა თქმა უნდა არაფერი აქვს კავშირში, არაფერი აკავშირებს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასთან, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ სიტყვებია. სინამდვილეში ოცნებას არ უნდა, ასე ვთქვათ, სტაბილიზაცია, ოცნებას უნდა რადიკალიზაცია. ბატონ გიორგი, დრო რომ სწორად გავანაწილოთ და ქართული ოცნების სხვა ინიციატივებისთვისაც დაგვრჩეს გარკვეული დრო, გადავიდეთ მოდით სხვა თემებზეც და ხო აი მორიგი ინიციატივა, რომელიც უკავშირდება გადაწყვეტილება
უკავშირდება უკვე იმას, რომ 2026 წლის მარტიდან გაუქმდეს ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, ხოლო ერთ თვეში 2026 წლის იანვრიდან მუშაობა შეწყვიტოს ბიზნეს ომბუდსმენმა და მისმა აპარატმა და მოდით გავახსენოთ მაყურებლებს უკვე ამ შემთხვევაში რითი ხსნის ქართული ოცნება მიღებულ გაწყვეტილებას. მმართველი პარტია ამბობს, რომ მიზანია მმართველობის სისტემის კონსტიტუციური ჩარჩოს გამყარება და სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაცია, ხოლო რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, რაც ანტიკორუფციული ბიუროს მთავარი მანდატია, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამ კუთხით უფრო ეფექტური იქნება აუდიტის სამსახური, გამომდინარე იქედან, რომ ის სარგებლობს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაცილებით მაღალი ხარისხით. აი რა სიტყვით ძალიან ბევრი კითხვა არსებობდა ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით, ახლა კი როცა აუქმებენ გესმის კრიტიკა. რა არის კრიტიკის მიზეზი და თუ კი მიკერძოებულნი იყვნენ და არიან ეს ინსტიტუტები, რატომ იწვევს ასე ვთქვათ შეშფოთებას ამ სამსახურების გაუქმების შესახებ? პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ახლა ანტიკორუფციული ბიურო რომ არასრულებდა რეალურად კორუფციასთან რეალური ბრძოლის ფუნქციას, ამაზე ჩვენ იქამდე საუბრობდით, სანამ შეიქმნებოდა იქამდე საუბრობდით, იმიტომ რომ გასაგები იყო რაც მოხდებოდა. ფაქტობრივად ამის პროგნოზს ვაკეთებდით ჩვენ. როცა ვამბობდით, რომ შეუძლებელია ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი დაინიშნოს მაგალითად პრემიერ-მინისტრის მიერ და მის ხელმძღვანელს არ კონდეს, მისი ხელმძღვანელი არ იყოს არჩეული საერთო პოლიტიკური და მათ შორის საზოგადოებრივი კონსენსუსით და არ სარგებლობდეს მაქსიმალური დამოუკიდებლობით. ამ დროს ჩვენ მივიღეთ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რომელიც აღმოჩნდა კორუფციასთან მებრძოლი მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, პარტიების წინააღმდეგ და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ და როგორი ბრძოლა ახლა ამ ადამიანმა ღარიბაშვილის ანუ მისი დამნაშველის პოლიტიკური კორუფციის წინააღმდეგ ეს კარგად ვნახეთ, ხო? პირიქით ხელი დააფარა და საბოლოო ჯამში რაც მე უკვე ყველამ გავიგეთ და ისედაც ვიცოდით, მაგრამ უკვე დადასტურდა, სწორედაც რომ ანტიკორუფციული ბიუროს პრობლემა იყო. ხო და ამიტომ ახლა ის ფაქტი რომ ეს ბიურო ვერ ასრულებდა ამოცანას ესეც ოცნების პასუხისმგებლობაა. ახლა ადგე და პირდაპირ გააუქმო, ნაცვლად იმისა, რომ გააძლიერო მიანიჭო გამოძიების ფუნქცია, იზრუნო იმაზე, რომ მისი ხელმძღვანელი იყოს მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პირი, ნაცვლად ამისა გადაგაქ რაღაც სხვა სამსახურის დაქვემდებარებაში და ამით სრული ბუნდოვანება შემოგაქვს რეალურად როგორ შეიძლება იბრძოლოს კორუფციის წინააღმდეგ ოცნება. ახლა ჩვენ აქამდე ვგიტყვამს, რომ ეს არ არის კორუფციასთან რეალური ბრძოლა. ეს არის უბრალოდ კლანებს შორის ინტერესთა გადანაწილება. ახლა აქამდე თუ იყო ღარიბაშვილის კლანი და ღარიბაშვილი ვილუაშვილის კლანი, ახლა კობახიძე კალაძის კლანით ხდება ამ კლანის ჩანაცვლება. ეს არის და ეს სხვა შემთხვევაში უბრალოდ გაუგებარია და ვერავის ვერ დააჯერებს ახლა კობახიძე, რომ ერთის მხრივ ებრძვის თითქოს კორუფციას და მეორეს მხრივ ამ ქვეყანაში თუ ვინმე ასოცირდება ოცნების ჩინოვნიკებთან კორუფციასთან, პირველ პრიში ნომერ პირველი ფიგურა კალაძეა. კახა კალაძეა და კახა კალაძეს კობახიძე თბილისის მერად წარადგენს უკვე მესამე ვადით და თან ამბობს კორუფციას ვებრძვიო. ნუ არის ხო სრული აბსურდია და პარადოქსია, ხო? ბატონო გიორგი, კიდევ ერთ გაწყვეტილებაზე დავშვათ კითხვა, რომელიც ასევე ქართულ ოცნებაშია მიღებული. ამ შემთხვევაში უკვე საქმე ეხება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმებას. ახლა ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ კონსტიტუციის დარღვევით აღადგინა ტერმინი სამხრეთ ოსეთი და დაადგინა შესაბამისი საზღვრები, რაც იყო ქვეყნის წინაშე ჩადენილი ღალატი, თუმცა ოპოზიციაში პირიქით ოცნების გაწყვეტილებას აფასებენ ქვეყნის ღალატად და ამბობენ, რომ ამით რუსეთის მორიგი დავალების შესრულება მოხდა. თქვენი შეფასებით რასთან გვაქვს საქმე? მაგალითად ლევოში იმასაც კი ფიქრობენ, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების გადახედვაც არ უნდა გამოურიცხოთ ქართული ოცნების მხრიდან. თქვენ როგორ ფიქრობთ, რას შეიძლება ამზადებდეს ქართული ოცნება, როცა საქმე ეხება რუსეთთან ურთიერთობებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს? ნუ ეხლა რა გითხრათ, მას შემდეგ რაც ჩვენ ვიხილეთ და მოვისმინეთ ბოდიში ოფიციალურად და საჯაროდ მოხდილი ბოდიში ოკუპანტის წინაშე. მას შემდეგ რაც ვიხილეთ გიორგი გახარიას, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ 13 წლიანი მუხლით ბრალის წარდგენა საკუთარი მიწების, ჩვენი ქვეყნის მიწების მშვიდობიანად დაცვის გამო, რითიც ფაქტობრივად პირდაპირ შეუქმნეს დამატებითი სამართლებრივი ასე ვთქვათ არგუმენტაცია დე-ფაქტო მარიონეტულ რეჟიმს, რომ მათ უკვე სამართლებრივადაც კი ასე ვთქვათ გამოხატონ გარკვეული პრეტენზიები ჩვენს მიწებზე. და მინდა შეგახსენოთ, რომ ჩორჩანა იმ 28 ტერიტორიული ერთეულიდან, რაზეც აცხადებს პრეტენზიას ეგრეთ წოდებული რეჟიმი, მარიონეტული რეჟიმი ცხინვალის, არის ერთ-ერთი
და წარმოედგინეთ ღმერთთან უქნას და დაუშვათ ეს რომ გაგრძელდეს ეს ასე ვთქვათ ეს ხაზი, რითიც აი ეს ჩორჩანა ჩვენ რატომ ვამბობთ, აი ეს არ არის მხოლოდ გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრული საქმე, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ აღძრული საქმე. ეს იმიტომ კი არ არის მნიშვნელოვანი მხოლოდ რომ გიორგი გახარია როგორც პოლიტიკოსი გამართლდეს. მნიშვნელოვანია იმიტომ რომ საქართველოს ინტერესები დავიცვათ. და ამის შემდეგ ახლა გასაკვირი ნამდვილად არაფერი აღარ იქნება, რას შეიძლება ემსახურებოდეს, ეს არ ვიცი, მაშინ ბოდიშსაც თუ უკან წაიღებენ და ამ საქმესაც თუ უკან წაიღებენ, არ ვიცი, მაგრამ ნუ რაღაცა გარკვეული ტიპის ლოგიკური კავშირი ზოგადად რატომ დადგა ეს საკითხი დღეს, მას შემდეგ რაც ჩურჩანასთან დაკავშირებით ესეთი აბსურდული და ანტისახელმწიფოებრივი ბრალი წარუდგინეს გიორგი გახარიას. ნუ რა თქმა უნდა, ეს დამატებით კითხვებს გაჩენს. ახლა ჯერჯერობით ამაზე საუბარი ადრეა, მაგრამ ნუ ერთი რამ ფაქტია, რომ რასაც აკეთებს ოცნება, ეს არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გაძლიერების დაცვის უზრუნველყოფას. ეს ემსახურება მხოლოდ მათი ძალაუფლების გახანგრძლივებას. ბოლო კითხვა დავსვათ და ჩვენი საუბარი შევაჯამოთ. აი თქვენ გუშინ თქვით პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ თქვენი პარტია მწვავე წინააღმდეგობას გაუწევს ქართული ოცნების ანტიკონსტიტუციური ინიციატივებს და გამოიყენებთ ყველა პოლიტიკურ ბერკეტს, რომ ეს მავნებლობა არ დაკანონდეს. აი ისევ აქტიურდება კითხვა, რა შეგიძლიათ გარდა საპარლამენტო ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადებებისა და ისევ აქტიურდება კითხვა, ქონდა თუ არა აზრი პარლამენტში შესვლას, რადგან აი თქვენი კრიტიკული პოზიციები საბოლოო ჯამში გავლენას ვერ ახდენს ქართული ოცნების გადაწყვეტილებებზე. თქვენ კი მისცემთ ხმას რა თქმა უნდა, აი ამ წარმოდგენილი კანონპროექტების წინააღმდეგ, მაგრამ ეს კანონპროექტები მაინც იქნება მიღებული. შესაბამისად, ამოწურულია თუ არა რესურსი ქართული ოცნება დათმობებზე პარლამენტიდან წაიყვანეთ. ლელა, ნახეთ, ჩვენ რომ 12 მანდატით 99 მანდატს ვერ დავძლებთ, ახლა სუფთა მარტივი მათემატიკით, ეს გასაგებია და ამას არც არავის დავპირები ვართ, რომ ეს ასე იქნებოდა, მაგრამ რაც შეგვიძლია ჩვენ პარლამენტში ყოფნით გავაკეთოთ. არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს პირდაპირ ვაჩვენოთ ოცნების სახე. თუ სინამდვილეში ვინ არის ოცნება, რას ემსახურება ოცნება და აუხსნათ ჩვენს დამერწმუნეთ, რომ არ არის ისე შესაძლებელი, როგორც ეს პარლამენტი. იმიტომ რომ პარლამენტის ტრიბუნიდან როდესაც ოცნებას ფაქტობრივად ემსახურება ძალიან ძლიერი პროპაგანდისტული, ასე ვთქვათ, არხები და საშუალებები, ფაქტობრივად პირდაპირ ელაპარაკებიან საქართველოს მოქალაქეებს. და იქ ხმის ამომღები ხო არ იყო, იქ ხო განსხვავებული აზრი არის მოდა, იქ ხო ხალხის ხმა არის მოდა. და როდესაც ჩვენ თუნდაც იმ 12 დეპუტატი 99 დეპუტატის წინააღმდეგ პირდაპირ ლუსტრირებას ახდენ ოცნების, აი პირდაპირ მათ გასაგონად პირში ეუბნების სიმართლის და ეს გადაიცემა ძალიან ბევრი საკომუნიკაციო არხით და ხალხი ხედავს, რომ სინამდვილეში ოცნება არც ქვეყნის პატრიოტია, არც კორუფციასთან მებრძოლია და არც დემოკრატიული რეჟიმია და ყველაფერი სინამდვილეში საპირისპიროდ არის, სწორედ ეს ასუსტებს ოცნების ელექტორატს და სწორედ ეს მიგიყვანს ოცნების ოპოზიციაში გადაყვანასთან. ამიტომ, როდესაც ეს კითხვა ისმევა და ძალიან სწორი კითხვაა, მადლობა ამ კითხვისთვის. ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ ამაზე უნდა შევთანხმდეთ. რა თქმა უნდა, 12-99 წინააღმდეგ მათემატიკურად შეუძლებელია რომ დაძლიო ეს უმრავლესობა, მაგრამ თუ ჩვენ გავაკეთებთ და მინდა გითხრათ რომ აუცილებლად შევძლებთ იმას რომ ოცნების ნამდვილ სახეს ვაჩვენებთ ჩვენს მოქალაქეებს, ეს მიგვიყვანს ოცნების ელექტორატის შემცირებისკენ, რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იმისკენ, რომ ქართველი მოქალაქეები აღარ მისცემენ ხმას ოცნებას შემდეგ არჩევნებში. მადლობა თქვენ. გვესტუმრეთ და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს, დაგემშვიდობებით გიორგი შარაშიძე იყო ჩვენი სტუმარი. ახლა რეკლამის შემდეგ ვახუშტი მენაბდი შემოგვიერთდება, ასე რომ დავუაროთ. მაშასე რეკლამის შემდეგ განვაგრძოთ პირდაპირ ეთერში მუშაობას და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, მოძრაობა სოციალური დემოკრატიის წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე. იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატო ვახუშტი და მადლობა რომ შემოგვიერთდით. მადლობა მოწვევისთვის. ბატო ვახუშტი, გაცემის ეს ნაწილი ძირითადად ქართული ოცნების ახალი ინიციატივების შეფასებას უნდა დავუთმოთ. პირველ რიგში კი გაწყვეტილება, რომელიც შეეხება უცხოეთში ყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს, ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად უკვე საპარლამენტო არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ და გუშინ გახდა ამის შესახებ ცნობილი. გუშინდელი დღიდან მოყოლებული ისმის შეფასებები, რომ
ჩვენი მოქალაქეებისთვის საარჩევნო ხმის უფლების ჩამორთმევა არის როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ისე საერთაშორისო ნორმების დარღვევა და სწორედ ამ კონტექსტში მინდა რომ დავიწყოთ საუბარი. თქვენ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ხართ, მოდით პირველ რიგში გითხარით, რა წერია კონსტიტუციაში, რას ითვალისწინებს საერთაშორისო ნორმები და თუ კი მართლაც ამ ნორმების დარღვევა ხდება, მაშინ აქვე გითხარით თქვენი პოზიცია რატომ გახდა თქვენი აზრით ემიგრაცია ქართული ოცნების მორიგი, ასე ვთქვათ, სამიზნე ჯგუფი? ეს ინიციატივა, რაც ქართულ ოცნებმა წარმოადგინა და რაც ემიგრანტებისთვის ფაქტობრივად მოქალაქეობის ჩამორთმევას ნიშნავს, ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, არამედ ეწინააღმდეგება ელემენტარულ დემოკრატიულ ლოგიკას, ხო? ეს ქვეყანა შედგება მოქალაქეებისგან. ანუ ქვეყანას ქმნიან მოქალაქეები და ძალაუფლება კონსტიტუციის მიხედვით ეკუთვნის ხალხს. პერიოდული არჩევნების მეშვეობით ხალხი გადასცემს ძალაუფლების მნიშვნელოვან ნაწილს წარმომადგენლობით ორგანოს, რომელიც ხალხის თანხმობით მართავს ამ ქვეყანას. ახლა ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ ადამიანების ერთი ნაწილი, ისინი ვინც საქართველოში არ ცხოვრობენ, მაგრამ ეს ძალიან დიდი ნაწილია, სადღაც მილიონამდეა, ხო? ემიგრაციის მაჩვენებელი ამ ქვეყანაში, ეს ადამიანები აქცია მეორეხარისხოვან მოქალაქეებად, მათ ჩამოართვა ის, რაც ამ ქვეყნის პოლიტიკური სისტემის, საერთოდ ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკური სისტემის ფუნდამენტს ქმნის, ჩამოართვა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ანუ უფლება ადამიანებმა განსაზღვრონ, ვინ მართავს აი ამ არჩევნიდან არჩევნებულ პერიოდში თავად ამ ადამიანს. ანუ მე თუ ვარ ემიგრანტი, აღარ მაქვს უფლება მივცე ხმა იმ პარტიას, იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ვანდობ საკუთარი თავის მართვის. ანუ თუმცა შეგიძლიათ საქართველოში ჩამოხვიდეთ და ისე გააკეთოთ არჩევნიო ეს ჩემს თავზე ძალაუფლება დამაკარგვინა ქართულმა ოცნებამ ამ გადაწყვეტილებით მე როგორც ემიგრანტს, ხო? რა თქმა უნდა, ფორმალურად ეს რჩება, მაგრამ ნებისმიერი უფლების განხორციელებისას მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ ის ფურცელზე რა წერია, არამედ ეს უფლება რეალურად რამდენად რეალიზებადია. რა თქმა უნდა, სრულიად არაგონიურული მოთხოვნაა, რომ აი ამ მილიონამდე ადამიანს ჩვენ დავავალდებულოთ საქართველოში ჩამოსვლა არჩევნებისთვის და მე ისე უკან გაბრუნება. ეს ხალხი თან რა მნიშვნელოვანი რა არის კიდევ რა. ჩვენი ეკონომიკა დიდწილად ივსება იმ გადმორიცხვებით, რომელსაც ემიგრაცია საკუთარი ოჯახის წევრებთან თუ ახლობლებთან აკეთებს აი ამ ქვეყნებშიდან, სადაც ის მუშაობს, ხო? ფაქტობრივად ამ ხალხს შეაქვს წვლილი ქართული სახელმწიფოს ფუნქციონირებაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ არ ეძლევათ საშუალება ამ ქვეყნის მართვაში მონაწილეობის. ანუ ფაქტობრივად თქვენს რომ აი თქვენ მოდი ახლა აქ ფული შემოიტანეთ, მაგრამ იმის იქეთ მეც არაფერს არ გკითხავ და გავიხსენოთ ბიძინა ივანიშვილის რამდენიმე წლის წინანდელი მოწოდება, ხო, რომ ამ ქვეყანას არ შეუძლია ყველას შენა და წადით ემიგრაციაში. ეს ხალხი გაუშვეს ემიგრაციაში და ახლა აღარ აძლევენ უკვე მართვის შესაძლებლობას და რატომ? აი ეს თქვენ ეს კითხვა დამისვის. რატომ? იმიტომ რომ პრობლემაა ეს, ხო? ქართული ოცნება არის ავტორიტარული ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის არ ატარებს სამართლიან არჩევნებს ამ ქვეყანაში. იმისთვის, რომ სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდეს, საჭირო არის შენ გქონდეს ინსტრუმენტები გავლენის მოხდენის ამორჩევლად. ქართული ოცნება არჩევნებამდე ძალიან ბევრ ინსტრუმენტს იყენებს ამორჩეველზე ზემოქმედების, იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში დააყენოს ის შედეგი, რაც მისთვის იქნება ხელსაყრელი. ქვეყნის ფარგლებს გარეთ ქართული ოცნების ინსტრუმენტები ცხადია შეზღუდულია. ის ისეთი ეფექტიანი ვერ არის ამორჩეველზე უკანონო ზემოქმედების მოსახდენად, როგორც და არაეთიკური ზეგავლენის მოსახდენად, როგორც
ქვეყნის შიგნით. ამიტომ მას უნდა ეს საზოგადოების ეს ნაწილი საერთოდ ჩახსნა საარჩევნო პროცესში. ვახუშტი, მოისმენდით გუშინ ქართულმა ოცნებამ რა არგუმენტებით ახსნა ემიგრანტებთან დაკავშირებით მიღებული გაწყვეტილება და შალვა პაპუაშვილის განცხადებიდან მცირე ამონარიდი მინდა გავაცნო მაყურებლებს. დეზინფორმაციისა და ცრუ ნარატივების ეპოქაში მიღებული ინფორმაცია ზრდის ქვეყანას ფიზიკურად მოწყვეტილი მოქალაქის მხრიდან არაინფორმირებული არჩევანის გაკეთების რისკსო ამბობს შალვა პაპუაშვილი. აი რა არის თქვენი კონტრარგუმენტი და რას უპასუხებთ რომ საქართველოში ჩამოსვლის ვალდებულება უცხოეთში მყოფ პირებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში. ჩემი არგუმენტი არ სჭირდება მაგ გამართლებას, იმიტომ რომ საკუთარ თავსვე ეწინააღმდეგება. წინააღმდეგობრივია და არალოგიკურია, იმიტომ რომ მაშინ საერთოდ ჩამოართვან. არჩევნებში მონაწილე საერთოდ ფორმალურადაც ჩამოართვან, იმიტომ რომ ხა რას ნიშნავს, რომ ვიღაცა ჩამოფრინდება წინადღით, უცებ აქ შეხედავს სიტუაციას, მიხვდება, რომ დეზინფორმაციის ჭაობში იმყოფებოდა საზღვარგარეთ და ახლა შეიცვლის ერთ ღამეში ან ორ დღეში საკუთარ შეხედულებებს. ჯერ ერთი თანამედროვე საინფორმაციო საშუალებებში და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით საერთოდ არ ახარ მიბმული შენ ტერიტორიაზე იმისთვის, რომ მიიღო ინფორმაცია ქვეყანაში რა ხდება. ანუ ეს რა გამოდის, რომ ვიღაცა თბილისში თუ ცხოვრობს, იმან არ იცის, არა აქვს სათანადო ინფორმაცია რაჭაში რა ხდება? ან არ შეუულია ამის შესახებ მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია. რეალურად ეს არგუმენტი არის მხოლოდ და მხოლოდ გამართლება, ხომ? იმისი რა არაკონსტიტუციურ და არადემოკრატიულ ნაბიჯსაც დგამს ქართული ოცნება. ეს არგუმენტები უბრალოდ არის სალაპარაკო არგუმენტები, რეალური მიზეზი კი ვთქვი რაც არის, ხო? ის რომ გაანეიტრალოს ის ამორჩეველი, რომელზეც ვერ ზემოქმედებს სხვადასხვა ინსტრუმენტებით, ხო? იქნება ეს დაშინება, манипуляция, შეპირება, ირიბი მოსყიდვა თუ სხვადასხვა. კეთილი, რაც შეეხება ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაწყვეტილებას, გაუქმების გაწყვეტილებას, აქაც შალვა პაპუაშვილი უნდა ვახსენო მისი განცხადებით, ამ სამსახურების ლიკვიდაცია არის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნების ნაბიჯი. ხა როგორც გვახსოვს, ეს ორგანოები თავის დროზე ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზე შეიქმნა, ხო? თუმცა ახლა უხდება ისე, როგორც ეს მოხდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შემთხვევაში. რა შეიძლება უკვე ამ გადაწყვეტილებაზე ითქვას? უკვე ღიად ვართ, ასე ვთქვათ, მოცემულობაში, როცა ქართული ოცნება არა თუ ევროკავშირის შეუსრულებელი რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს, არამედ მეტნაკლებად თუ ასე თუ ისე შესრულებული რეკომენდაციებიც კი უკან მიაქვს. შესაბამისად, რა პოლიტიკური განაცხადია ეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და ხო აი რაზე მეტყვებს? მე ვფიქრობ, რომ მანდ არავითარ შესრულებაზე არ შეგვიძლია ჩვენ ვილაპარაკოთ რეკომენდაციების, იმიტომ რომ ეს ინსტიტუტები ემსახურებოდა ქართული ოცნების ძალაუფლების განხორციელებას, ხო? მის რეპრესიული მექანიზმის ნაწილი იყო და არაერთხელ ვნახეთ გინდა ერთი, გინდა მეორე ინსტიტუტის მხრიდან. ჩვენ რო ახლა დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ და კონსტიტუცია მართლა კონსტიტუციურდეს, ეს არგუმენტები, რასაც ამბობენ, შეიძლებოდა გამხდარიყო მსჯელობის დაწყების საფუძველი. და განგვეხილა და შეიძლება მართლაც მისულიყავით მაგ დასკვნამდე, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას არავითარი მნიშვნელობა აქვს, არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ ეს კონსტიტუციასთან შესაბამისია თუ შეუსაბამო, არც იმას აქვს მნიშვნელობა. საფუძველი სწორედ ეს არის, ქართული ოცნება აპელირებს იმაზე, რომ ანტიკორუფციული მაგას სამსახური არ არის კონსტიტუციური. ეს არ არის მნიშვნელოვანი ქართული ოცნებისთვის, ხო? ეს უბრალოდ გასამართლებელი არგუმენტია. რეალური ამოცანა ქართული ოცნებისთვის არის ის, რომ ეს ცვლილებები ემსახურება მისი ძალაუფლების კონსოლიდაციას. ეს არის შიდა მენეჯმენტური გადაწყვეტილება. ისინი თვლიან, რომ საჭიროა სხვაგვარი გადაწყობა მათი
ძალაუფლების სტრუქტურის იმისთვის, რომ იმ კონკრეტულმა ჯგუფმა, რომელიც ახლა ქართული ოცნების ქართულ ოცნებაში მართავს რეალურად ძალაუფლების ვერტიკალს, უფრო ეფექტიანად განახორციელოს საკუთარი მოქმედებები და უფრო ეფექტიანად მიაღწიოს დასახულ მიზნებს და რეპრესიებს. მხოლოდ ეს ამოცანა აქვს ამას და არავითარი სხვა მიზეზი ამაში ჩემი აზრით და სხვა მოტივი ამაში არ უნდა ვეძიოთ. ეთილი ვახუშტი რამდენიმე წუთი დაგვრჩა, თუმცა არ მინდა რომ გაგიშვათ ისე არ კითხოთ ქართული ოცნების კიდევ ერთ გაწყვეტილებაზე, რომელიც ამ შემთხვევაში არ უკავშირდება და არ შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, შეეხება არაბულ საინვესტიციო ჯგუფთან Hills-თან გაფორმებულ შეთანხმებას და თუ სწორად მახსოვს სამოქალაქო აქტივისტებმა რამდენიმე დღის წინ მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციაც გამართეთ სწორედ აი ამ ჯგუფთან გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროების მოთხოვნით, თუმცა ეს შეთანხმება ისევ საიდუმლოდ რჩება. რა არის თქვენი სათქმელი უკვე ამ პროექტზე, რომ ვუთხრათ მაყურებლებს და ხო აი როგორ ფიქრობთ, რა იმალება ამ საიდუმლოს უკან და რითი შეიძლება აიხსნას ოცნების ასე ვთქვათ კატეგორიული უარი საჯარო გახადოს ეს ხელშეკრულება? ეს აქცია მართალ ბრძანებთ, გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთი კვირის წინ. მისი ორგანიზატორი იყო მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროტესტი. ჩვენ მთელი რიგი არგუმენტები წამოვაყენეთ იმ დღეს და ამის შემდეგ ჩვენ ყველას შესაძლო საშუალებით ვსაუბრობთ ამ პრობლემაზე. პრობლემის არსი მდგომარეობს შემდეგში. არის მთელი რიგი არგუმენტები, ეს არის დემოკრატიის არგუმენტი, რომ ქართველი ხალხის საკუთრება, ეს მიწა და ეს ტერიტორია ჩადოთ ქართულმა საქართველოს მმართველმა ძალამ კონკრეტულ ბიზნეს პროექტში, ისე რომ ქართული ხალხისთვის არაფერი არ უკითხავს, მეტიც მას არაფერი არ უკითხავს იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტი ფუნდამენტურად შეცვლის ამ ადამიანების საცხოვრებელ გარემოს და ცხოვრების წესს, ეს გადაწყვეტილება იყო რეჟიმისთვის ავტორიტარულ რეჟიმისთვის დამახასიათებულ კლასიკურ ტრადიციაში, რომ წყვეტს დახურულ კარს მიღმა პოლიტიკური ძალა ისე რომ მესაკუთრეს ქართულ ხალხს, ამას არაფერს არ ეკითხება, მეტიც თუ არ ეკითხება ხელშეკრულებაც კი გასაიდუმლოებულია, ისინი ამბობენ რომ ეს არის ქართული პროექტი, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არ არის ქართული პროექტი, იმიტომ რომ ეს წილი რითიც შედის საქართველოს სახელმწიფო არის ემსახურება კონკრეტული ერთი კომპანიის და ეს არის სახელმწიფოს პროექტი, ხო, ერთი კომპანიის გამდიდრებას მაშინ როცა ჩვენ არ ვიცით რა ბედიელის იქაურ ეკოლოგიურ მდგომარეობას, ეს საცხოვრებელ გარემოს, იმიტომ რომ ეს არის ქალაქისთვის, ორივე ქალაქისთვის, რუსთავისთვისაც, თბილისისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორია და ბათუმისთვისაც, მესამე ქალაქისთვის. ეს ემსახურება არა მხოლოდ რეკრეაციას, არამედ ტემპერატურის კონტროლს, კლიმატის იმ ვითარებას, რაც ეხლა არის და ეს კიდევ უფრო გაუარესდება, არც ისე კარგი მდგომარეობა, ხო, ეხლა ქალაქში ჩვენ არა გვაქვს ამ ქალაქებში არა ვართ განებივრებული მწვანე სივრცეებით და განიავების და ტემპერატურის მაკონტროლებელი სისტემები ტერიტორიებით. შემდეგი საკითხი უკავშირდება ქვეყნის განვითარებას, აი ეს ორი თავკომბალა ქალაქი თბილისი და ბათუმი კიდევ უფრო გაიზრდება ამ პროექტის შედეგად და კიდევ უფრო გაიზრდება უფსკრული აი ამ ორ ქალაქს და დანარჩენ საქართველოს შორის და ასიმეტრია და ეს უარყოფითად აისახება თბილისის გარეთ მაცხოვრებელ და ბათუმის გარეთ მაცხოვრებელ ადამიანებზე. ეს უარყოფითად აისახება ქალაქ განვითარებაზე და გაიზრდება საჯარო დანახარჯები, ხო, ინფრასტრუქტურა უნდა მივიდეს, მე ეს ინფრასტრუქტურა უნდა იმართებოდეს და ასე შემდეგ და მივიღებთ კიდევ ერთი მდიდრების უბანს, რომელიც ესე შემოსაზღვრული იქნება
და განცალკევებული იქნება სხვა უბნებისგან და ეს სოციალური კონფლიქტების და უთანასწორობის გაღრმავების კიდევ ერთი მიზეზი გახდება ამ ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ გონია რომ აქ არის ქალაგანვითარების არგუმენტები, დემოკრატიის არგუმენტები, ეკოლოგიის არგუმენტები, საჯარო ფინანსების არგუმენტები, ეკონომიკის არგუმენტები, არსებობს უამრავი საწინააღმდეგო არგუმენტი და ამის პასუხად არის ერთადერთი არგუმენტი და შემოდის ინვესტიცია, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ინვესტიცია აუცილებლად არნიშნავს რიგითი ადამიანების კეთილდღეობას. ეკონომიკა იზრდება ამ ქვეყანაში, მაგრამ და ოფიციალური ციფრები ამას გვეუბნება, მაგრამ ადამიანების საცხოვრებელი პირობები უარესდება, ფასები ძვირდება და დანახარჯები ადამიანის დანახარჯები აღარ ყოფნის იმისთვის, რომ ღირსეულად იცხოვრონ და ეს ინვესტიცია ამისგან ვერ დაიცავს. პირიქით, კიდევ უფრო გაართულებს ამ ქვეყანაში ადამიანების ცხოვრების ხარჯს. იმისთვის, რომ გვესტუმრეთ და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს, ვახუშტი მენაბდეს დავამშვიდობებით დღეს ნოსრომეც დღეს ამით დასრულებულია. ერთმანეთს უკვე ხვალ 11 საათზე შევხვდებით. ნახვამდის.